გამარჯობა, დღეს 6 თებერვალია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1911 წლის 6 თებერვალს დაიბადა ამერიკელი პოლიტიკოსი და მსახიობი, ამერიკის მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი. 1963 წლის 6 თებერვალს დაიბადა ესპანელი მეწარმე, საფეხბურთო კლუბ ბარსელონას მე-40 პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ. 1945 წლის 6 თებერვალს დაიბადა რეგის ჟანრის ყველაზე ცნობილი იამაიკელი მომღერალი ბობ მარლი. მის მუსიკაზე გავლენა იქონია მისი სამშობლოს სოციალურმა პრობლემებმა. 1912 წლის 6 თებერვალს დაიბადა ადოლფ ჰიტლერის საყვარელი ქალი ევა ბრაუნი. ევა 17 წლის იყო, როდესაც ჰიტლერს მიუნხენში შეხვდა. ის ჰეინრიხ ჰოფმანის ფოტოსტუდიაში თანაშემწედ და მოდელად მუშაობდა. ევა ბრაუნი პროფესიით ფოტოგრაფი იყო, ამიტომ ჰიტლერის ფერადი ფოტოების და ფილმების უმეტესობა სწორედ ევას გადაღებულია. 1665 წლის 6 თებერვალს დაიბადა ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის დედოფალი ანა სტიუარტი. 1748 წლის 6 თებერვალს დაიბადა გერმანელი ფილოსოფოსი, ილუმინატების ორდენის დამაარსებელი, ინგოლშტადის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი ადამ ვაისჰაუპტი. 1664 წლის 6 თებერვალს დაიბადა მუსტაფა მეორე, ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1695 წლიდან 1703 წლამდე. 1986 წლის 6 თებერვალს დაიბადა ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე. 1992 წლის 6 თებერვალს დაიბადა ქართველი ფეხბურთელი სოლომონ კვირკველია. ის იყო საქართველოს 19 და 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი. 2013 წლიდან ის შეუერთდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. 2024 წელს მან ითამაშა ევროპის ჩემპიონატი ეროვნულ ნაკრებთან ერთად. 1921 წლის 6 თებერვალს დაიბადა ქართველი თეატრის რეჟისორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე და პროფესორი მიხეილ თუმანიშვილი. მას არაერთი დამსახურებული ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი და სხვა მრავალი. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.